ბრინდა ნახე. ბიჭო. მოკლედ თავში ერთი ძალიან გიჟური იდეა მომივიდა და წარმოდგენა არ მაქვს ეს ყველაფერი როგორ აგიხსნათ. ამიტომ თავიდან დავიწყოთ. გამარჯობა, მე დავით ბეგიაშვილი ვარ. და ჩემი მიზანია წავიდე ჩინეთში და დავამარცხო ფაინალ ბოსი. ამისთვის კი მე მჭირდება სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებაში ვარჯიში, სადაც მივიღებ სხვადასხვა ფერის კამრებს და შემდეგ როცა შავ კამარს მივიღებ, მე წავალ ჩინეთში. შესაბამისად, ჩემი პირველი გაკვეთილი იქნება უმაღლესი ფიზმომზადება, სადაც ჩემი ოსტატი იქნება ვინ, თუ არა. ოსტატის სახელი გურამი, გვარი, როსტევანიშვილი, ასაკი, 34 წელი, მიღწევა, შავი კამრის ფლობელი კიოკუშიში, პროფესია, სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების სპეციალისტი. ოსტატი გურამი როსტევანიშვილი ადრეულ წლებში გამოირჩეოდა არაადამიანური გამძლეობით, ექსტრემალური ვარჯიშის სტილით და უნიკალური საბრძოლო ტექნიკით. ზუსტად ამიტომ მე ის ჩემს ღირსეულ პირველ მასწავლებლად ვაღიარე. მე მისი ტექნიკით და გამბედაობით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. მას ყოველთვის შეეძლო ადამიანების გაოცება მისი განსაკუთრებული მოქნილობითა და სისწრაფით. გურამი როსტევანიშვილი ჩემთვის ნამდვილი ნოსტალგიაა. დღეს კი ეს უნივერსალური ადამიანი დამეხმარება, რომ გავხდე ნამდვილად ღირსეული და ძლიერი მებრძოლი. დღეს ჩემი მისია იქნება ამ კერამიკის ფილის შუაზე გატეხვა ხელით. თუ გავტეხავ, მე მივიღებ თეთრ კამარს. ჩემი გიჟური იდეა ის არის, რომ წავიდე ჩინეთში და ამ ჩინელი მებრძოლებიდან რომელიმეს ვებრძოლო, სადაც დამეხმარებიან სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების სპეციალისტები. პირველ ჯერზე გურამი როსტევანიშვილი შევარჩიე. ვიცი, რომ ის პროფესიონალია და დამეხმარება, მაგრამ ვერ გავთვალე, რომ ვარჯიში ძალიან დიდ შრომას, ენერგიას და დისციპლინას მოითხოვს. აი უბრალოდ შეხედეთ ხელს მოკიდებ. და ნახე. ხელ ჩავმართე. ვითომ ჯობნი და ნახე. ბიჭო, შედა, კაი. მეგრევე უცებ. всё, მოიცა. წელში შემომივარდი უსე. მივდივარ. წელში ჩამოვლე. დაიხალე? კი. ინა დახვიდე? კი. დამარხე. დაგაკაც. კი. ყველაფერი ისეთი მარტივი არ ყოფილა, როგორიც მეგონა. ამ ტკივილს ვეღარ გაუძელი და გავიკეცი. უებო ძლივს გამოეპარე ოსტატ გურამის. დამღალა. საიდან მე არ მომეპაროს იმენ, აი აღარ შემიძლია. დაიღალე? ხო. არ დამარცხათ ბატონო. არა. გონი ამისგან არაფერი არ გამოვა. აქ ხომ მაინც ვერ მომაგნებს რამდენი ვირბინე. ვაი, აღარ შემიძლია. გამაგიჟა, აღარ შემიძლია მეტი რა. საიდან მე არ მომეპარო. გამარჯობა ოსტატო გურამი. კი, დავიღალე. კარგი, ჯანდაბას, ვივარჯიშოთ ოსტატო გურამი. მე მას შევძლებ. ოსტატმა ამიხსნა, რომ წინ და უკან სირბილი საკმარის ძალას ვერ მომცემდა ჩინელი მებრძოლის დასამარცხებლად. ამიტომ თავი ხელში ავიყვანე და გადავწყვიტე ვარჯიში. კარგი, ამიგი სისრაფე წავიდე. და წავიდა სისრაფე. სისრაფე წავიდა. ჩემი პირველი დავალება, ერთი ფილა უნდა გავტეხო. ოჩახ შენ. მაგრამ თეთრი კამრის მისაღებად ორი ფილის გატეხვა მიწევს. ამიტომ კიდევ უნდა ვივარჯიშო. ოჩახ შენ. და აღარ შემიძლია მიშველეთ ვიღაცა.
მაგრამ მე ამას შევძლებ. მე არ დავნებდები. მე ჩინელი ფაინალ ბოსი უნდა დავამარცხო. წარმოდგენა არ მაქვს ეს გიჟური იდეა საიდან მომივიდა, მაგრამ მთელი სერიოზულობით ვეკიდები. ამ ვიდეოში მე თეთრი ქამრისთვის ვიბრძვი. შემდეგში ყვითელისთვის მომიწევს ბრძოლა. ჩვენი მიზანია მივიღოთ შავი ქამარი, წავიდეთ ჩინეთში და შევებრძოლოთ ადგილობრივ მებრძოლებს. ეხლა ორ სალს თუ გატეხავ, მოგცემ თეთრ ქამარს. წავიდა. ძლიერად. მეტი ვარჯიში, წავედით. ოჩახ, კარგი ბიჭი ხარ, შეგიძლია ცოტა ხანს დაისვენო. ოსტატმა გურამიმ დასვენების უფლება მომცა. სანამ ვისვენებ, წყალს დავლევ რა. უბრალოდ საქმე ისაა, რომ აქ შეიძლება შენი რეკლამა ყოფილიყო. წავედით. მზად არის. აბა დავით. მოიმზადე. ახლა კი დადგა გადამწყვეტი მომენტი. წავიდა. მე შემიძლია. მე წავიდა. შემიძლია. წავიდა. ოჩახ. ოჩახ. მე ეს შევძელი. დავით. ვარ. შენ ეს ნამდვილად დაიმსახურე. ეს შენთვის ძალიან დიდი პატივია, ოსტატო. მადლობა ამ შანსისთვის. წარმატებები. მადლობა, ოსტატო. ჩვენ უკვე თეთრი ქამარი მოვიპოვეთ. შემდეგი მისია მოვიპოვოთ ყვითელი ქამარი. ოსტატმა გურამიმ თავის მოვალეობა ზედმიწევნით შეასრულა და ამიტომ მან მე დამტოვა, მაგრამ ის თვალს მე ყოველთვის ოსტატო მადევნებს. გურამი, აი, რა არის თქვენი მესიჯი იმ ხალხისთვის, ვინც წლების მანძილზე გიყურებდათ თქვენ? მაგალითი მიმეცა ადამიანებისთვის, რომ ჩემი ვარჯიშებით რამდენად ჯანმრთელი და რამდენად ძლიერი თაობა შეიძლება გაიზარდოს. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანის აძლევთ მაგალითს და ეხაც მეც ძალიან დიდ მაგალითს მაძლევთ რა. და არა მარტო მე, კიდე ძალიან ბევრი ადამიანს, რომელიც ჩვენ ეხა გვიყურებს და ყველამ გამოიწერეთ არხი. თქვენი ინსპირაციის წყარო ვინ იყო რა? ვის გამოც ვარჯიში დაიწყეთ, ვის გამოც შეგიყვარდათ ეს ყველაფერი? სხვადასხვა ადამიანები იყვნენ. ბავშვი რო ვიყავი, ბრუსლი მიყვარდა, ჯეკი ჩანი მიყვარდა, სილვესტერ სტალონე მიყვარდა. და ეს ყველა კაი ტიპები, მაგარი ტიპები. მაგარი ტიპები რა. ისე დავიღალე, ფაინალ ბოსი კი არის, ჩემ კატასაც ვერ დავამარცხებ. ბატონ გურამი შეუძლია ბავშვების და არ მხოლოდ ბავშვების, ასევე მოზარდების მომზადება, მას საჭიროება დარბაზი და ჭირდება ჩვენი გვერდში დგომა. მრავალი წლის განმავლობაში მე შევიმუშავე ჩემი სისტემა ვარჯიშის, რომელიც არის უნიკალური და უცხო საქართველოში და არა მარტო საქართველოში ზოგადად. ეს ეხმარება ბავშვებს, სპორტსმენებს, ნებისმიერ ადამიანს ზოგადად, თუნდაც მოყვარული იყოს, ეს ეხმარება ადამიანებს უმოკლეს დროში მიაღწიონ უმაგრეს შედეგს, მწვერვალები დაიპყრონ, გახდნენ ძალიან ძლიერები. ფლობდეს ადამიანის საკუთარ სხეულს, შეეძლოს დარტყმის ატანა, დარტყმის მიყენება, სისწრაფე, მოქნილობა, გამძლეობა, ყველაფერი ერთ ადამიანში. მე რეკომენდაციას გავუწევ ძმაო, ერთი დღეა და რავი, იმე შოქში ვარ, ისეთ მაგარ ხოძე ვარ. ამით პირველი ეპიზოდი დამთავრებულია. მადლობა ყველას, ვინც უყურեց და ბოლოში კიდევ რამდენიმე სახალისო კადრი დაგიტოვეთ. შემდეგი მისია ყვითელი ქამარი. რამდენი სუსტი წერტილი გაქვს ამ ხელში? პირველი. აუ! ეგ ერთი. მეორე. ეგ ორი. მესამე. სამი უკვე. მეოთხე. ეგ მეოთხე. არ მჯერა. ეს მეხუთე. ეს რეალ ეს მეექვსე. ხო ხდები, ნუ. ჩემი ძალიან ბევრი. არ არსებობს. ძალიან ბევრი სუსტი წერტილი. ანუ რამდენი 6 სუსტი წერტილი. მეტია, კიდე მეტია. ერთ ხელში 7 სუსტი წერტილი 8. 8 სუსტი წერტილი მიპოვა ერთ ხელში. ანუ უბრალოდ უნდა იცოდეს სადმა ჩააჭირო. პატარა თინო დააწვევი ეგრევე კეცავს. საშინელებაა.
8 სუსტი წერტილი ერთ ხელში. 16, 28, 35, 71, 208, 208. თუ მოგეწონა ვიდეო, არხი გამოიწერე ძმაო.